აკეთებს პოლიცია იმისთვის, რომ უზრუნველყოს მოქალაქეების დაცულობა, მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ პოლიციელებს, რომ მათ შეასრულონ ის ფიცი, რომელიც აქვს დადებული, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და დაიცვან ყველა მოქალაქის უსაფრთხოება. საქართველოს პოლიცია ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და არა რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას. მათი ამოცანა არის ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა და არა პოლიტიკური პარტიის სამსახურში ყოფნა და ბიძინა ივანიშვილის ან მისი დამქაშების დავალებების შესრულება. ამიტომ მათ გვინდა მოვუწოდოთ ფიცისა და კონსტიტუციის დაცვისკენ, მოქალაქეების დაცვისკენ და ასევე მოვედით აქ იმისთვის, რომ შევახსენოთ მათ, რომ ისინი ანგარიშვალდებული ჩვენთანაც არიან, არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან. ამიტომ ახლა დავტოვებთ ოფიციალურ მოთხოვნას, რომ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი შეხვდეს და გვითხრას, რის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები აი ესეთი ბანდიტური თავდასხმებისგან. მადლობა. სიკო. ქართული ოცნება ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება სამუდამოდ. ამისთვის მზად არის, რომ გაწიროს ყველაფერი, არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა, არამედ ჩასვას ციხეში ახალგაზრდები და გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება. ყველა პარტიამ, პოლიციამ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა, მათ შორის საზოგადოებრივმა აუწყებელმაც თუ კერძო მედიამაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს დაპირისპირება არ შედგეს. და ჩვენც სწორედ ამისთვის მოვედით აქ, რომ შევახსენოთ პოლიციას ის, რომ მათაც ყველაფერი უნდა გააკეთონ, არა მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს არ შედგეს სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ შეინარჩუნონ ის რეპუტაცია, რაც ძალიან შელახულია იმის გამო, რომ პოლიციას ბრძანებებს აძლევს არალეგიტიმური ხელისუფლება და პარტია და ერთად გვინდა რომ ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, როგორ უნდა მოხდეს წესრიგის დაცვა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. პარტიას არ ეკუთვნის სახელმწიფო, აი ეს უნდა დაიჯეროს დღეს პოლიციამ პირველ რიგში და ჩვენ ხედავდით კადრებს, როდესაც აი ეს მოძალადე ტიტუშკები, ეგრეთ წოდებული სინამდვილეში მე არ ვიცი რა დავარქვა ამ ხულიგნებს და კრიმინალებს, რომლებიც გოგონებს დაესხნენ თავს, ეუბნებოდნენ პოლიციას, რომ მე თქვენიანი ვარ. როგორ შეიძლება რომ აი თქვენიანი ვარ უთხრა სამართალ დამცველს, რომლის მთავარი მოვალეობა არის ის, რომ დაიცვას ნებისმიერი მოქალაქე და განსაკუთრებით კი ის, ვინც სუსტია და ვინც დაჩაგრულია. ნახეთ ადამიანები, აი ეს დასრული მამაკაცი როგორ უთყავს პატარა გოგონას სახეში ხელს. ადამიანი, რომელიც ალბათ სადღერძელოზე მერე იტყვის მანდილოსნების სადღერძელოს და კიდევ უფრო შემაძწუნებელი იყო ჩემთვის, როდესაც ეს კაცი მერე ავიდა ზემოთ, მის სახელი და გვარი ვიცით რომ ცნობილია და მერე აი აჩვენებდა უხამსის ჟესტებით, უხამს ჟესტებს აჩვენებდა მერე იქ მყოფ ახალგაზრდებს, ხო? და მის უკან იდგა გოგონა, რომელიც აი უხერხულად იცინოდა ამ ყველაფერზე და ეს გოგონა იყო ზუსტად აი მისი თანატოლი იყო ის, რომელსაც აი ამ კაცმა ასე ხელი გაარტყა. აი ასეთი საქართველოსკენ მივდივართ ჩვენ, როდესაც პოლიცია, როდესაც პროკურატურა, როდესაც სასამართლო კონკრეტული ჯგუფის ხუშტურებს ემსახურება, კაპრიზებს ემსახურება და არ ემსახურება ქვეყნის კონსტიტუციას და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალიან მალე გამოსწორდება. ამიტომ მოვედით აქ. ეხლა შეიძლება გვიყურებდნენ პოლიციელები და ფიქრობდნენ, რომ ჩვენ არ გვესმის შიგნით რა ტიპის დინამიკა, რა ტიპის წნეხს განიცდიან ისინი ხელმძღვანელობისგან, მაგრამ ვარწმუნებ, რომ ძალიან კარგად ვიცით არსებული ვითარება. მე თვითონ 10 წელი ვიყავი სახელმწიფო მოხელე სწორედ ამ ტიპის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროში და მინდა უთხრა ამ ადამიანებს, რომ წითელი ხაზი, ანუ იმის იქით რაღაც გაკეთება, რომ აღარ შეიძლება ყველას ჩვენგან შეიძლება დაგვიდგეს რაღაც სხვადასხვა მომენტში და ეს ისტორიული შანსი, ისტორიულად სახიფათო მომენტში, რომელშიც ქვეყანა შეყავს ქართულ ოცნებას, აქვს თითოეულ პოლიციას სამწუთას, რომ აი ეს წითელი ხაზის მომენტი გაიაზროს და გადადგას იმ ტიპის ნაბიჯები, რომელიც მას შეუნარჩუნებს იმ დობას, რომელიც მომავლის საქართველოში დაჭირდება, მათ შორის იმ ახალგაზრდებისგან, რომლებიც გუშინ თხოვდნენ დახმარებას ამ ადამიანებს და მხოლოდ იმის გამო, რომ ჰქონდათ ამ ტიპის პარტიული დავალება მათ ხელმძღვანელებს, ქვედარგოლის პოლიციელები იძულებული იყვნენ აი ესე უმოქმედოდ დაეტოვებინათ ეს ვითარება. ამიტომ ვთხოვ ყველა მათგანს, რომ გაიაზრონ ვითარების სიმძიმე და იმოქმედონ საკუთარი ღირსებისა და არ ვიცი, მუნდირის მართლა შესაბამისად იმისთვის, რომ
ჩვენ კიდევ ერთხელ დავიჯეროთ, რომ პოლიციელი გმირია, უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ და სხვებსაც უთხრათ. ამის საშუალება მოგცენ და ამის არგუმენტი დაგვიტოვონ. მადლობა.